მოვიმზადოთ ერთად წითელი დრესკოდის გათვალისწინებით, რომელიც ჩემთვის არის ღამის კოშმარივით, რადგან ყველაზე დიდი დისკომფორტია წითლის ტარება. სამაგიეროდ ბრენდი და ბრენდის პროდუქტი, რომლის წარდგენაზეც მივდივარ, ჩემთვის არის უკვე განსაკუთრებული და ყველაზე საყვარელი. ფეხსაცმლის ორი ვარიანტი მაქვს. პირველი არის ატრიოში შეძენილი ფაბის ბრენდის და მეორე დიორის დახურული ფეხსაცმელი. ალბათ უკვე ბევრმა იცით, რომ ეს ღონისძიება ეხება ტირტირს და მის ცნობილ კუშონს და არა მარტო კუშონს, რომლის შეფუთვაც არის ზუსტად წითელი შავში. ფეხსაცმელი გადავწყვიტე მეორე ვარიანტი, რადგან დახურულ კაბას ვფიქრობ, შედარებით უფრო გახსნილი ფეხსაცმელი მოუხდა, მიუხედავად იმის, რომ ეს ფეხსაცმელი არის 10 სანტიმეტრიანი და ურთულესია ამაზე სიარული, რადგან არის ძალიან არაკომფორტული, მაინც ვფიქრობ, ამ კაბას განსაკუთრებით მოუხდა და არის ულამაზესი. სულ მეკითხებით ხოლმე, რას ვიყენებ ფეხის გასაბზრიალებლად და გასაბჭყვიალებლად და ეს არის ნიუქსის როლონ მშრალი ზეთი. რაც შეეხება საბოლოო ლუკს, რაღაც ისე ვერ იყო და გადავწყვიტეთ მის აწევა და ვფიქრობ, აქ ყველა დამეთანხმებით, რომ ესე ბევრად ჯობდა. ამასობაში მე უკვე მოვემზადდა, გამომიარა ჩემო სიყვარულმა გვანცამ და წავედით სასტუმროში, სადაც იმართებოდა ტირტირის და ჯიპისის ღონისძიება. დავესწარით პრეზენტაციას და უფრო დეტალურად გავიგეთ ყველაფერი ტირტირის ისტორიის შესახებ. ასევე გავიგეთ სიახლეები, რომლებსაც მალე გაგიზიარებთ, რა ახალ პროდუქტებს შემოგთავაზებს ჯიპისი და ტირტირი ერთად. ეს შეეხება როგორც დეკორატიულ კოსმეტიკას, ასევე სახის მოვლის საშუალებებს განსაკუთრებით საინტერესო ხაზიდან. რაც შეეხება ჩემს მაკიაჟს, უკვე 3 დღეა ვიყენებ ტირტირის კუშონს და გამოდის იდეალური მაკიაჟი, ისეთი როგორც არასდროს. დღეისთვის თუ ეს იყო, დროებით.